რა თქმა უნდა გიორგი მარგველაშვილის სასარგებლოდ გავაკეთეთ და მიეცით თელმა ოჯახმა ხმა არ შეიძლება არა მაქვს უფლება? რატომ მეკითხებით მაშინ? ვის სასარგებლოდ? საქართველოს მომავლის სასარგებლოდ გავაკეთეთ რა თქმა უნდა. მე მინდა მიულოცო საქართველოს მოსახლეობას დღევანდელი დღე. მაქვს ინფორმაცია რომ თელ საქართველოში რიგებია საარჩევნო ყუთებთან, ძალიან დიდია მობილიზაცია მოსახლეობის. მე ამასაც ველოდი და დარწმუნებული ვიყავი რომ ჩვენ შეგვიძლია დაბალანსებული სიტუაციაში სწორი არჩევნის გაკეთება და წარმოუდგენებს რომ გვიქმნიდნენ რომ ჩვენ განსხვავებული ხედვები გვაქვს დღეს ვამტკიცებთ იმას რომ ჩვენ ვართ ტიპიურად ევროპელები და ხარისხობრივად განსხვავებულ სიტუაციაშიც მაქსიმალურ პასუხისმგებლობას ვაჩვენებთ და მქონდა ამის განცდა დღევანდელი დილა ამას ამტკიცებს და დღემდე ამ დრომდე ესეა და მე დარწმუნებული ვარ რომ საღამომდე არავინ არ დარჩება სახლში რომ ისე არ მისცეს ხმა საკუთარი ქვეყნის მომავალს და მინიმალური паспортной გრძნობა არაჩვენოს პიროვნული თავის. Извините, на русском языке один вопрос. რაღაც შეცდომაში შევედი უკვე, ხო? რაღაც არაუშავს თავში, არაუშავს. არაუშავს, იმდიჯერ განვაცხადე პრინციპში, რომ არაუშავს, ეს არ არის დარღვევა. თავარი ცვლილება დღეს თუ გრძნობს მოსახლეობამ, თავარი ცვლილება უკვე გახლავთ დღევანდელი დღე. ის ჩვენი მოსვლიდან 1 წლის განმავლობაში რაც მოხდა, უფრო სწორად თუ გნებავთ 2 წლის განმავლობაში მის შემდგომ რაც ჩვენს ოპოზიციაში მოვედით, რაც გავაერთიანეთ საქართველოს და ვაჩვენეთ როგორი პოზიცია აქვს საქართველოს მოსახლეობას. დღევანდელი დღე აფორმებს ამას ყველაფერს რომ ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებულ სიტუაციაში ვატარებთ დღეს არჩევნებს. გაიხსენეთ წინ არჩევნები. ხარისხობრივად მე აღარ გავიხსენებ ცუდებს დღეს კარგზე ვისაუბროთ ხოლოდ აბსოლუტურად განსხვავებული არჩევნებია დღეს. ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენი რომ ადამიანებს დაუბრუნეთ არჩევნების უფლება, ადამიანებს დაუბრუნეთ საკუთარი ხმის მიცემის უფლება. აი ეს ამთავარი ადამიანმა იგზნეს თავისუფლება, რომ არავინ არავის არაფერს არ აძალებს. არავინ ზედმეს არავის არ კარნახობს, არავინ არავის არ ძალადობს. მოდიან და საკუთარ ნებას გამოხატავენ. აი ეს უახლოეს ისტორიაში საქართველოში პრაქტიკულად პირველად ხდება, როდესაც ხელისუფლება არც ცდილობს, არათუ არ ხდება, არც კი ცდილობს, მცდელობაც არ ჩანს, არც ერთი რომ ხელისუფლებას რომელიმე კანდიდატზე კონდეს გამოყენების ცდილობა სახელმწიფო ძალის. აი ეს არის ყველაფერი, აი ეს არის ის რომ საქართველოში მოსახლეობას აღარ აქვს შიშის განცდა, არიან თავისუფლები, ყველაზე ღრმა თავისუფლებას და დიდ თავისუფლებას სჭირდება აუცილებლად ეკონომიკური მხარდაჭერა. რა თქმა უნდა დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა გააღრმავდეს, მაგრამ ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა უახლოეს 20 წელიწადში იქნება ეკონომიკა და ჩვენ ამას დავძლებთ და ვაჩვენებთ როგორი იქნება ხალხმა. როგორი მოლოდინი გაქვს ბატონებისგან, როგორი მოლოდინი გაქვს? დევანდელი მაქვს რაც განცხადებია. პირველი ყველაზე დიდი მოლოდინი მაქვს ის რომ ძალიან დიდი რაოდენობის მოსახლეობა მოვა და მისცემს ხმას. პირველი ეს რომ ნებას გამოხატავენ. მეორე დღეს მე მგონი აგიტაცია არ შეიძლება თავშიც განვაკეთე და მე მგონი რომ ყველა ღირსეულად გააკეთებს არჩევანს საკუთარი ოჯახისათვის, საკუთარი პიროვნებისათვის პირველ რიგში და საკუთარი ქვეყნის მომავლისათვის. დიდი მადლობა.